მოგესალმებით ძვირფასებო, როგორც შეგვირდით, დღეს ვიწყებ პირველ სერიას აი ამ სერიალზე, რომელსაც ნარცისის და ემპატიის ურთიერთობა ქვია. აღებული მაქვს ნებართვა ამ გოგონასგან, რომელსაც ვეხმარებოდი 11 თვის განმავლობაში life coaching-ის სესიებით, რომ გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან და თვითონ მითხრა, რომ თამო აუცილებლად, პროსტა მოუყევი ყველას ყოველგვარი მომზადებების, შელამაზებების და ასე შემდეგ გრამატიკულად ტექსტების დამუშავების გარეშე, იმიტომ რომ ვიცი, რომ ძალიან ბევრ გოგონას აქვს იგივე პრობლემა და ძალიან ბევრ გოგოს დაეხმარება ეს ვიდეო. ამიტომ თითოეული ქალი, რომელიც ნახავთ ახლა ამ ვიდეოს, გადააზიარეთ და დაუსვით ლაიქი ამ ვიდეოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა ქალმა ნახოს ეს ვიდეო და გამოფხიზლდეს. გვექნება რამოდენიმე სერია. იმიტომ რომ ისტორია ნამდვილად შოკის მომგვრელია და ძალიან ბევრი თქვენთაგანი ამოიცნობთ საკუთარ თავს და მინდა რომ იცოდეთ, რომ გოგოებო თქვენ არაფერი არ გჭირთ, თქვენ ხართ უბრალოდ მოხვედრილი არასწორ ადამიანთან და არასწორ ურთიერთობაში. დავიწყოთ იქიდან, რომ მოდი ასე დავარქვათ ამ გოგონას სახელად ნინო, საერთოდ არ არის ქართველი და არც ქართულ მამაკაცთან ქონია ურთიერთობა, მაგრამ რა თქმა უნდა სახელებს ვერ გამოვაცხადებ და ვერც იმ ქვეყნებს დავასახელებ, სადაც ეს სიტუაცია მიმდინარეობდა. ნინო იყო მსახიობი, საკმაოდ შემდგარი, უცხოეთში გარკვეული სახის მოკლემეტრაჟიან ფილმებში იღებდა მონაწილეობას და რეალურად აწყობილი ჰქონდა თავისი ცხოვრება ნულიდან. გადავიდა საცხოვრებლად 18 წლის ასაკში და როდესაც ეს ისტორია დაიწყო, იყო უკვე 25 წლის ასაკში. ანუ ამ გოგონას ჰქონდა წინა ურთიერთობა, რომელიც იყო საკმაოდ რთული, საკმაოდ მსხვერპლიანი, ასე ვთქვათ, ემოციური და ნერვული სისტემიდან გამომდინარე. და როდესაც დაამთავრა ურთიერთობა იმ ადამიანთან, რომელსაც ცდილობდა ასევე რომ გამოესწორებინა და ასე შემდეგ, მერე უკვე სამომავლოდ ვნახავთ, რომ გარკვეული სახის, ასე ვთქვათ, კავშირები ენერგეტიკული თვალსაზრისით და ემოციური თვალსაზრისით ამ გოგოს ისე ჰქონდა შენარჩუნებული ძველ პარტნიორთან და რა თქმა უნდა, იგივენაირი ან უარესი კიდე პარტნიორი გამოუჩნდა ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩახსნილი არ იყო ამ პროგრამებს და ამ სიტუაციებს. მოკლედ, აი ამ ასაკში, 25 წლის ასაკში იცნობს მამაკაცს, მაშინ, როდესაც არის ყველაზე რესურსული, ყველაზე მეტად უყვარს საკუთარი თავი, უვლის თავს, მე ნანახი მაქვს მისი ფოტოები, ეხლანდელი ეს გოგონა, მე რო გავიცანი, და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და აი ძველი, ეს არის აბსოლუტურად ორი სხვადასხვა ადამიანი. უბრალოდ შეუიარაღებელი თვალითაც კი არარსებული ადამიანი შეიძლება იყოს. იმდენად დიდი განსხვავება, იმდენად შეჭმული რესურსები, შეჭმული ენერგიები. აი ამ რესურსულ მდგომარეობაში იცნობს ამ მამაკაცს. მამაკაცი არ არის მისი ეროვნების წარმომადგენელი, აბსოლუტურად სხვა რელიგიის და ეროვნების წარმომადგენელია, საკმაოდ სიმპათიური, შექმნილი, თანამდებობის პირი, თავისი მძღოლებით, მომსახურე მანქანებით, კომპანიის მფლობელი, რომლის კომპანიაშიც ბოლოს რომ მითხრა 299 ადამიანი მუშაობს. ანუ ეს არის აბსოლუტურად სოციუმში ადაპტირებული ადამიანი, რომელიც მართავს კორპორაციას, დაჟე კომპანიასაც ვეღარ ვიტყვით, ხო? ასეთი დიდი თანამდებობა და ასე ვთქვათ, ამდენი დასაქმებული პირი, ეს არის კორპორაცია. და იცნობს აი ამ ჩვენს ნინოს. ნინოს გონია რომ გაუმართლა და ძველია იმ რაღაცა საშინელი ურთიერთობიდან, რომელიც საბოლოო ჯამში მე მეუნებოდა, რომ მე მგონი თამო ის ურთიერთობა ჯობდა ვიდრე ეს, ის უბრალოდ დასაწყისი იყო და ეს კიდე ის აპეტაიზერი იყო და ეს კიდე რეალურად ჩემი ვახშამი იყო. იმდენად ასე ვთქვათ, იქით ერჩივნა კიდე დაბრუნება, ვიდრე აქ ყოფნა. იცნობს აი ამ მოდი დავარქვათ ლევანის. და ნინო და ლევანი იწყებენ ურთიერთობას. ოღონდ როგორ იწყებენ ურთიერთობას? ნინო ამ ეტაპზე არის ახალი გამოსული ძველი ურთიერთობიდან, რომელშიც იმ მამაკაცთან ერთად არ ცხოვრობდა და მადლობა ღმერთს, უბრალოდ ხვდებოდნენ და წელიწადი და 8 თვე იყვნენ ერთად და როდესაც მიხვდა ნინო და გაათვიცნობიერა, რომ იქ რაღაცა ვერ იყო კარგად დატოვა ეს კაცი და ზუსტად ამ დროს თვენახევრის შუალედში იცნობს ამ ადამიან ლევანის. ლევანისთან ურთიერთობა იწყება ძალიან ლამაზად. ლევანი ეუბნება, რომ შეხარ ისეთი ქალი, რომელიც არასდროს არ მყოლნია.
შენ ხარ ადამიანი, რომელთანაც ყოველთვის მინდოდა რომ ასეთი ქალი მყოლოდა და შენ ხარ ის პიროვნება, ვისთანაც მინდა მომავლის აწყობა. მათი ურთიერთობა და მათი კავშირი არის ძალიან გრძელი. ანუ რას ნიშნავს? რეკავს, მესიჯობენ, უწერს voice message-ებს, არანორმალური უზარმაზარი, ასე ვთქვათ, ხანგრძლივობისას. თქვენ თუ გინახიათ 15 და 17 წუთიანი voice message-ი, აი ეს იყო ზუსტად ამ მამაკაცის მიერ გამოგზავნილი მესიჯები, სადაც ყოველი მოდი ასე ვთქვათ რა, 5-7 წინადადების შემდეგ იყო სიტყვა მიყვარხარ. და ამ გოგოს ქება, როგორი ლამაზია, როგორი შემდგარია, როგორი ქალია, რომელიც არასდროს არ უნახია, როგორი თბილია, როგორი გამგებიანია და ნინოს პასუხები რომ როგორ უხარია და მეუბნებოდა რომ აი ამ დროს, როდესაც ამას ვიგებდი, ანუ აი ის ტრამვა რაც მქონდა ძველთან, ხო, რომ იქ დაუფასებელი და საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავდა ეს ადამიანი, აი ამ კაცმა თითქოს გამომაჯამრთელა. ნინო მოუყვა ჩვენს ლევანის ეგრეთ წოდებულს, რა ტრამვები ქონდა, რა პრობლემები ქონდა ყოფილთან და ამ დროს ლევანი უბრალოდ უსმენდა და ეუბნებოდა რომ ნინო ეს ყველაფერი დასრულებულია, შენი ცხოვრება ეხლა იცვლება, შენი ცხოვრება გადადის ახალ ეტაპზე, შენ ეს ყველაფერი უნდა დაივიწყო, შენ ამ კაცს უნდა აპატიო, უნდა გაუშვა და იყო ჩემთან. ნუ აი მეტი შეიძლება ეხლა რა გითხრას კაცმა, ხო? რომ აბსოლუტურად, ესე იგი, ქალი გადაერთოს ამ კაცზე და თქვას რომ ღმერთო როგორ გამიმართლა რომ ასეთი კაცი ვიპოვე და ასეთმა კაცმა მიპოვა და ამირჩია. აი და ზუსტად ის შეგრძნებები აქვს აი ამ დროს მომავალ მსხვერპლს, რომ ხდება ეგრეთ წოდებული love bombing-ი. ეს არის შაქრის შოუ. ნარცისი ამ დროს, ხო, ნარცისი არ არის აუცილებელი, რომ იყოს რაღაცა იმპოზანტური ტიპი, რაღაცა ძალიან კარგი სხეულით და ეს ჩაცმულ და შემდეგ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის შინაგანად აბსოლუტურად სხვა პლანეტიდან წამოსული ადამიანები, შავი ტრიადას წარმომადგენლები, ფსიქოპატი, ნარცისი და ნუ აბიუზერიც შედის იქ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესენი ყველაფერი ერთმანეთში გადაჭეჭვილია. ფსიქოპატის შემთხვევაში ერთი რამე მინდა იცოდეთ, ეს შაქრის შოუ ცოტა უფრო ნაკლებია. აი ეს შენ ისეთი ხარ, შენ ასეთი ხარ, ისეთი კარგი ხარ და ისე კარგად გრძნობ შენთან თავს და შემდეგ ესენი უფრო ნაკლებია. თუმცა არის. მაგრამ ნარცისმა ზუსტად იცის რა უნდა მოგცეთ იმისათვის რომ ეს ყველაფერი გამოგართვათ და იკვებოს თქვენი რესურსით. რატო აირჩია ლევანმა ნინო? იმიტომ რომ ნინო არის რესურსული ქალი. ნინოს შეუძლია მისცეს მას რესურსი. რა რესურსი შეუძლია მისცეს ნინო? პოპულარულია საკმაოდ მოკლემეტრაჟიან ფილმებში, მისი ფილმების, მისი მონაწილეობით, ნუ არ იყო მთავარ როლებში, მაგრამ მათ შორის რომ კინოთეატრებშიც გადიოდა. ანუ ამ კაცს უნდოდა ასეთ ეგრეთ წოდებული აი ეს შოუ. ლამაზი გოგოა საკმაოდ, განათლებული, 8 ენაზე საუბრობს. აირჩია ეს. მე ანუ ასე ვთქვათ, არის ხოლმე გოგოები ჩემთან რომ მოდია life coaching-ზე, მე ფსიქოლოგიურ არა ვარ ასე ვთქვათ დიპლომირებული ფსიქოლოგი, მაგრამ იმხელა გამოცდილება მაქვს ცხოვრებისეული, თუნდაც აი ამ ნარცისებთან და ასე შემდეგ ადამიანებთან ურთიერთობის, რომ ბევრ კარგ ფსიქოლოგს და დიპლომირებულ ფსიქოლოგს ჯობი ვარ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა როგორ ანაირად უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ გოგო გადარჩეს და ფსიქიკა გადაურჩეს. ერთი სიტყვით ნინო და ლევანი იწყებენ ურთიერთობას. ეს ლევანი პატიჟებს ნინოს მოგზაურობაში, მიყავს მოგზაურობაში და აი იქ ხდება პირველი ზარი. ეს არის ურთიერთობის მეორე თვის ბოლო. მიდიან სამოგზაუროდ. როდესაც იქ მიდიან, აღმოჩნდა ისევ, რომ ნინო საუბრობს იმ ენაზე, რა ენაც არის იმ ქვეყანაში, მაგრამ ეს ბიჭი არ საუბრობს ამ ენაზე. აი ეს პატარა ზარი, რომელიც ნინოს ჰქონდა, ნინომ იგნორირება გაუკეთა ამას, იმიტომ რომ აი იმ რაღაცა შოუ, რომელსაც შაქრის შოუ ქვია, გადაფარა მთელი აი ეს სიტუაცია. მამაკაცი ეუბნება, შუა გზაში აჩერებს ნინოს და ეუბნება, ნინო, შენ საუბრობ ამათ ენაზე, მე არა, მე მინდა რომ შენ თითოეული წინადადება გადამითარგმნო თუ რას საუბრობთ. მაგალითად მიდიან აფთიაქში ან მაღაზიაში და ნინო ეკითხება, ეს რა ღირს, ეს რა ღირს, ეს რა ღირს? და ეს როდესაც პასუხობს ქალი, ხო, გამყიდველი. ანუ აკეთებს, ასე ვთქვათ, შინაარს იღებს და მე ეუბნება მოკლედ თუ რა მოხდა იქ. რაზე საუბრობენ? მამაკაციანება არა. შენ უნდა გადამითარგმნო თითოეული სიტყვა.
რომ მე გავიგიქნებოდა შენ არასწორად გაიგე. იქნებ შენ არასწორი, ასე ვთქვათ, აზრი გამოიტანე. ოღონდ ამას აკეთებს აგრესიულად, აჩერებს ხელით, ფიზიკურად ეხება უკვე. შუა გზაში და ეუბნება, რომ შენ უყვირის, რომ უნდა შენ ამცე მე პატივს. ეხლა აქ რა უნდა დაასკვნას ნინომ, ხო, ჯანმრთელმა ადამიანმა. რა უნდა დაასკვნას? ეს არის აბსოლუტური კონტროლიორი. ეს არის კაცი, რომელიც არ გაძლევს უფლებას შენი აზრი გქონდეს. ეს არის კაცი, რომელიც ყოველთვის თავის აზრს მოგახავს თავზე. მაგრამ ნინო ვინაიდან იყო გამოსული არა ჯანმრთელი ურთიერთობიდან და რაღაც საშინელი ურთიერთობიდან, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ის ურთიერთობა ბევრად ჯობდა ვიდრე ეს ახალი. ნინო ამ ყველაფერს აღიქვავს როგორ მსხვერპლი უკვე მომზადებულია. ის ეხლა ლევანი ამ წუთას ცდილობს მოსინჯოს ნიადაგი საზღვარზე, სადამდე გაუკაჩავს ნინო. მიხვდით? რომ შემდგომში ტაქტიკა ეს გაუთიცნობიერებლად ხდება მის გონებაში, შეიმუშაოს. ნინო ამ ყველაფერს ხსნის იმის, რომ ეს არის ნამდვილი მამაკაცი და ნამდვილმა მამაკაცმა თავისი აზრი თქვა, იმიტომ რომ მანამდე ეს მამაკაცი, რომელიც ყავდა, ის კაცი ცოტა ისეთი იყო, არა ისეთი რაღაცა ქარისმატული. და უტარებს ნინო ამ ყველაფერს და ეუბნება, კი ბატონო, კი მართალი ხარ. მაგრამ თავიდანო უთხარი რომ კი, მაგრამ ახსნა რომ დაუწყე, ახსნა არ მაცადა მითხრა, მე გეუბნები რომ მითხარი და ნინო აი ამ 7 დღის განმავლობაში თითოეულ სიტყვას უთარგმნიდა ამ მამაკაცს. ასევე მითხრა შემდეგი შემთხვევა. რესტორანში შეუკვეთეს ჩაი და ამან შეუკვეთა ჩაი ამ კაცმა, ხილის ჩაი. ეხლა რატო გიყვებით ამ შემთხვევებს, იმიტომ რომ უნდა ამოიცნოთ, ეხლა წაიკითხეთ სტრიქონებს შორის, ხო? მე მინდა ამა და ამ ხილის ჩაი და ნინო უსმენს შეკითხვას მიმდანს, გოგონას. ამ ჩაიში ეს ხილი არის, იმიტომ რომ ნინოს აქვს ალერგია და ნინოსაც უნდა რომ დალიოს ეს ჩაი. მამაკაცის რეაქცია. რატო მეკითხები? მე უკვე შევუკვეთე. ნინო ეუბნება, რომ იმიტომ შევეკითხე, რომ მაინტერესებდა იყო თუ არა ეს ხილი. ხო, მაგრამ მენიუში ხომ წერია, ითქოს ხო ლოგიკაა, მაგრამ ნახეთ როგორი კონტროლია უკვე. აქ. მე მიდის ეს მიმტანი და ეს მამაკაცი აკეთებს კომენტარს. რა ლამაზი გოგოები არიან ამ ქვეყანაში. მიხვდით რა ხდება? ანუ ეს ადამიანი რეალურად დაიმარტო ხელა ეს გოგო, იმიტომ რომ არ არიან თავიანთ ქვეყანაში, ამ გოგოს იქ სტაბილურობა არ აქვს, რეალურად წავიდა დასასვენებლად ამ კაცის ხარჯზე და ეს კაცი ცდილობს უკვე ნიადაგი მოსინჯოს, სადამდე შეუძლია გაუკაჩოს ნინომ. სადამდე შეუძლია მისი საზღვრები დაარღვიოს და სადამდე აიტანს ამ ადამიანს ნინო. ეს არის ზუსტად ის პირველი ზარები, სადაც ნინოს რო ყოფილიყო გამოჯამრთელებული და ენერგეტიკულად ჩახსნილი იმ ძველ პროგრამებს, ძველ თავის მამაკაცთან, უნდა ეთქვა ძალიან დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო ლევან, ძალიან დიდი მადლობა აქ დაპატიჟებისთვის, მაგრამ კარგად ბრძანდებოდე. შეერგო ის 5-6 დღე სადაც იყო, ჩამოსულიყო და საერთოდ დაიბლოკა და წასულიყო ამ ურთიერთობიდან, მაგრამ სამწუხაროდ ნინომ ეს არ გააკეთა, ნინო შევიდა ღრმად და 4 წელი დარჩა ამ ურთიერთობაში. შემდგომ სერიას აუცილებლად ჩაგიწერთ, თუ გაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში, ვინ ამოიცანით თქვენი თავი და თქვენი ურთიერთობები. გააზიარეთ და ლაიქი დაუსვით ამ ვიდეოს, იმისათვის რომ შემდგომი სერიებიც ნახოთ გოგოებმა, იმიტომ რომ სერიალი საკმაოდ გრძელია.